საქმე ინდილას 20 მარტის სტუმრიანობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ. აი ყოველდღე რომ ხედავთ და კვირაში 5 დღეს საქმე ინდილას ეთერს რომ ამშვენებს, სწორედ იმ კომპანიიდან გვსტუმრობენ დღეს UGT-სთან ერთად უნდა ვისაუბროთ განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რომელიც ფინანსურად სულ უფრო და უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება ხდება. ხარჯთა ეფექტურობასთან ერთად კი მზის ენერგიის სისტემების სხვადასხვა ბიზნეს სექტორისათვის არის მიმზიდველი და ასევე მისი ეკომეგობრულობის გათვალისწინებით. ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტების შესახებ კი UGT-ის განახლებადი ენერგიების ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელთან გიორგი ბრეგაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც შემოუერთდა უკვე საქმე ინდილას სტუდიას. დილამშვიდობისა გიორგი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით მოგზაურობისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გიორგი, სანამ გადავალთ უშუალოდ UGT-ის გეგმებზე, სანამ გადავალთ უშუალოდ UGT-ის პროექტებზე, ჩემო ბატონო, და საკმაოდ გაძლიერებულ მიმართულებაზე ამ კუთხით და ძალიან მახარებს ამ ბრენდის შემოსვლა ამ ბაზარზე. მე მგონი ყველას დაინტერესებს გლობალური ტენდენციები, ვითარება და დინამიკა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე და მცირედი მიმოხილვა თუ შეიძლება, ამით დავიწყოთ. გლობალურად და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, უკვე საკმაოდ განვითარებული ეს ბიზნესი აღარ არსებობს პრინციპში არც ერთი საშუალო ან მსხვილი საწარმო, რომელიც ზის ან რაიმე ტიპის განახლებადი ენერგიას არ იყენებს. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვნად გაიაფთა მზის პანელების წარმოება, სხვა მასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, უფრო ფართო გახდა ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და ბიზნესისთვის. ეს მომგებიანი ინვესტიცია არის. პრინციპში ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარც ნახავთ უკვე ახალ აშენებულ სახლებს მით უმეტეს, რაც აღარ აყენია მზის პანელები. მით უმეტეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, განსაკუთრებით მომხმარებლები ამ კუთხით არიან ტექნოლოგიური კომპანიები, მონაცემთა ცენტრები, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი კომპანია, რომელიც იყენებს ელექტროენერგიას, ტრადიციულ ელექტროენერგიას, ჭირდება ხარჯების შემცირება. ამიტომ ტრენდი რახანისი არის ელექტროენერგიის ხარჯები იზრდება, უფრო და უფრო მეტი კომპანია გადავა, უკვე გიგავატებზეა საუბარი მსოფლიოში. შესაბამისად საინტერესო არის ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებიც. ბატონო გიორგი, რა შეგვიძლია ვთქვათ ლოკალურ ბაზარზე და მათ შორის ცხადია UGT-ის გეგმებზე? დიახ, საქართველოშიც ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო განვითარება. აქაც ძირითადად აქტიურობს მაინც კერძო სექტორი. ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები განხორციელებული საერთაშორისო ფონდებთან ერთად. არის გარკვეული ძვრები საცალო მიმართულებაშიც, ანუ საცალო მოხმარებელიც უფრო და უფრო ინტერესდება. აქ უკუგების პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4-დან 6 წლამდე. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციის ღირებულება. ანუ რაც უფრო დიდია ელექტროსადგური, რაც უფრო აჭარბებს არსებულ მოხმარებას, ან უტოლდება, მით უფრო მცირდება ეს წყლები. ამიტომ ბიზნესთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქაც ტრენდი არის 2024 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ამიტომ მეტი და მეტი კომპანია გადადის უკვე ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე, მათ შორის მზის ენერგიაზე. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის. და ეს ჩანს დინამიკაშიც. ჩანს დინამიკაში, დიახ. ოკეი. ესე იგი, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ეკონომიკურ სარგებელზე. ესე იგი, ამონაგები თქვენ ბრძანეთ. დიახ. გასაშუალებებული არის 4-დან 6 წლამდე, თუმცა სიმძლავრემ შეიძლება ეს ამონაგები ლოდინი რა თქმა უნდა, შეიძლება შეამციროს. აი ამაზე ამ ამონაგებზე და ბიზნესის, ასე ვთქვათ, მიმართება ამ თემისადმი. მესმის რო კორპორატიულ სექტორზე ხართ ძირითადად შეორიენტირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც გვიყურებენ ახლა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიას, მაგათთვის ეკონომიკური სარგებლის თემას, გიორგი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ცოტა ჩავშალოთ ეს. კი ბატონო, ანუ როგორც ვახსენე, ინვესტიციის ღირებულება რაც უფრო მეტია, რაც უფრო მეტ სიმძლავრის ელექტროსადგურს ვაყენებთ, ვიდრე ეს მოხმარება გვაქვს, ან თუ საერთოდ არ გვაქვს მოხმარება და პირდაპირ ხდება ქსელზე გადადინება, ინვესტიციის ანუ ROI ეს ამონაგები წლები მცირდება. შეიძლება იყოს 3 წელიც გააჩნია, შეიძლება იყოს ნაკლებიც. ყველაფერი დამოკიდებულია თან საუბარი გვაქვს ჩვენ არსებულ ტარიფებზე. ტარიფები შეიძლება გადაიხედოს მომავალშიც, ხო, შესაბამისად უფრო და უფრო შემცირდება ეს ამონაგები. საშუალოდ ჩვენ ვიძახით 4-დან 6 წლამდე. ეს ეხება როგორც საცალოს, ასევე კორპორაციულ მომხმარებელს. თუმცა გააჩნია რა ტიპის ელექტროსადგური იქნება დაყენებული, რა კომპონენტები იქნება გამოყენებული და ასე შემდეგ. თვითონ პანელების როგორ გითხრათ, ექსპლუატაციის ვადა 25-30 წელია დღეს. ეს არ ნიშნავს, რომ 25-30 წლის შემდეგ გამთავრებს მუშაობას, მერეც აგრძელებს დაახლოებით 10-12% აქვს კლება. ეს ის პერიოდია, როცა რამდენიმე წელია უკვე ინვესტიცია ამოღებული გვაქვს.
ამიტომ ყველა ვარიანტში მომგებიანი ინვესტიცია არის მით უმეტეს როდესაც დაზღვეული ხარ ტარიფების მერყეობისგან. 2025-ის გეგმები UGT-ის პროექტებში როგორი არის? რა შეგვიძლია რომ ჩვენს მაყურებლებს გავუზიაროთ და მათ შორის ის მიზნები, რაც მზის ენერგიის სისტემების მიმართ გაქვთ დანერგილი. კარგით, მოკლედ ვიტყვი მაშინ ცოტა ისტორიას, რა UGT ყოველთვის ცნობილია 28 წელია უკვე ბაზარზეა როგორც გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია, მრავალი მიმართულება აქვს. 2019 წლიდან დაიწყო ერთ-ერთი მიმართულება, ის იყო განახლებადი ენერგიები, ქონდა უმსხვილესი პროექტები, საერთაშორისო კომპანიები, უკვე ჩამოყალიბდა განახლებადი ენერგიის მიმართულება ცალკე დეპარტამენტად. გეგმები არის პირველ რიგში ეს არის მომხმარებლის გათვითცნობიერებულობა. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად მუშაობთ. ასევე არის მიგვაჩნია რომ საქართველოს ადრე თუ გვიან ამდენიმე წელიწადში იქნება ერთგვარი ჰაბი რეგიონში ელექტროენერგიის განახლებადი ალტერნატიული ელექტროენერგიის წარმოებაში. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი აქ არის ეკოლოგია, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ძალიან სასიხარულოა, ხო? და ჩვენი მიზანი არის რომ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია იყოს წარმოდგენილი ბაზარზე განახლებადი ენერგიის მიმართულებით. წარმატებები. რამდენი ხანია რაც UGT-მ მზის ენერგიის და მთლიანად განახლებადი ენერგიის სისტემების მიმართულებით დაქოქა ეს მიმართულება, რომელიც დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი წამყვანი იქნება საქართველოს ამ უმსხვილესი კომპანიის უკვე ძალიან დივერსიფიცირებულ ბიზნეს მიმართულებებში. 2019 წლიდან 2020 წელს ჰქონდა პირველი პროექტი, 19-20 წლებში მსხვილესი პროექტი საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით. რეგიონალური პროექტი იყო ძალიან მსხვილი და მას შემდეგ უკვე მე-6 წელია ვავითარებთ ამ მიმართულებას. მიდის და იზრდება. იზრდება რასაკვირველია. ძირითადად მაინც არის კორპორატიული მიმართულებით, ხო გიორგი? რა თქმა უნდა, ძირითადად არის კორპორატიული ეს ბიზნესი გაცილებით საინტერესო არის მიმზიდველი კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ არსებული ელექტროენერგიის ხარჯი დიდი და ეზრდებათ. საუბარი გვაქვს დღევანდელი ტარიფებით თუნდაც, ხო? ანუ ვითარდება ტექნოლოგიები, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ვითარდება ქარხნები, საწარმოები მეტნაკლებად. რამდენიმე წელიწადში, ანუ 4-6 წელი ჩვენ რო თქვით ამონაგები, როი, ხო? ამ რამდენიმე წელიწადში ეს მთლიანად ანულებს და შემდეგ გადადის უფასო ენერგიაზე. მე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. და ხშირად გელით სტუდიაში. მადლობა. ძალიან საინტერესო მიმართულებაა. მადლობა მომბრძანებისთვის გიორგი ბრეგაძეს. გიორგი გახლავთ UGT-ის განახლებადი ენერგიების ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი.